საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია მაღალ საავადმყოფოში დარჩება, სადაც მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდება. გადაწყვეტილება დღეს საღამოს ექიმთა კონსილიუმმა მიიღო. უწმინდეს და უნეტარესი ლია მეორე თოდუას სახელობის სიცხით გადაიყვანეს. პატრიარქი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მოინახულეს. სანდრო კვიტაშვილის განცხადებით, პატრიარქს ინფექციური ვირუსული დაავადება და მაღალი სიცხე აღენიშნებოდა, რის გამოც ანტიბიოტიკური მედიკამენტებით მკურნალობა დაენიშნა. თოდუას სახელობის კლინიკის ხელმძღვანელის ფრიდონ თოდუას განცხადებით, ამ დროისთვის ყველა სიმპტომი მოხსნილია და უწმინდესი თავს კარგად გრძნობს. პირადად მე კონსილიუმის წევრებს ყველა თანახმად რომ გაგეშვათ, მაგრამ მე ვთქვი რომ ხვალბილამდე დარჩეს პატრიარქი იყოს და არა არც ისეთი სპეციალური არის ანტიბიოტიკებს ხდებოდა მეტი არა ჯანმრთელობა სიუწმინდესობის გაუმჯობესდა მაგრამ ვიზა შეწენილია კიდევ დარჩეს პაციენტს ალბათ ეს დარჩება ხო კიდევ იქნება ექიმთა დაკვირვების ფერსკა ხო უკვე ჯერჯერობით რჩება სტაციონარში ხვალ გავაკეთებ ჩვენ განცხადების დამოკიდებით დელეგაცია გავარდნის შეუძლია. მე ნახე ის უწმინდესობა, ეს კაცილებით უკეთესია მისი მდგომარეობა, ალბათ ეს ხვალ შეიძლება რაღაც გარკვეული 1-2 დღე დაჭირდეს კიდევ დამატებით გამოკვლევებს და ის იქნება ბუნებრივია ისევ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის სამსახურში. რაც შეეხება მიზეზები პრაქტიკულად არის გარკვეული ეს ხო ინფექციური ფონი და ვფიქრობ რომ უახლოეს ალბათ საათებშიც კი იქნება აბსოლუტურად ყველა კარგ ფორმაში. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე რუსეთი ევროსაბჭოს ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკეს. მხარეები ერთმანეთს საკუთარი არგუმენტებით დაუპირისპირდნენ. ქართული მხარის მოთხოვნით რეზოლუციის პროექტში 2 ცვლილება განხორციელდა. ევროსაბჭომ მოითხოვს, რომ რუსეთმა წინა რეზოლუციის შესაბამისი ნაბიჯები გადადგას, ხოლო მეორე ცვლილების მიხედვით მონიტორინგის კომიტეტმა ამ ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი უნდა განახორციელოს. რუსული მხარის 33 მოთხოვნიდან კი რეზოლუციის პროექტში მხოლოდ ის მოთხოვნა იქნა ასახული, რომელიც აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის ოფისების გახსნას ითვალისწინებს. ევროპარლამენტარების განცხადებით ოქტომბრის შემდეგ საქართველოს თითქმის ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. ესპანელმა და უნგრელმა დეპუტატებმა კოლეგებს დღეს კიდევ ერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კოდორსა და ახალგორში რუსული ჯარი უკანონოდ რჩება. კონფლიქტურ რეგიონებში კვლავ ირღვევა ადამიანის უფლებები. რუსული აგრესიის გამო 23,000 დევნილი სახლში ვერ ბრუნდება. ევროპელი დეპუტატების თქმით, სეპარატისტების დიდი ნაწილი შეიარაღებულია. სწორედ ამიტომ ლუკვან ბრანდეს განცხადებით შესაძლებელია კონფლიქტის ისევ განახლდეს. ევროკავშირმა ნაბუկოს პროექტის განხორციელებას თვალსახად დაუჭირა. მხარდა პროექტისთვის 250 მილიონი ევრო გამოყო. ბუდაპეშტში მიმდინარე ენერგეტიკული სამიტი, რომელზეც ნაბუკოს გასადენის პროექტის განხორციელების საკითხი განიხილებოდა, დასრულდა. სამიტის შესაბამისი დეკლარაცია გაფორმდა და მას პროექტში მონაწილე ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა. როგორც ევროკავშირში აცხადებენ, ევროპის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპა ისეთ გაზს მიიღებს, რომელიც მონოპოლისტი ქვეყნის კონტროლის ქვეშ არ იქნება. ალექსანდრე ხეთარგურის განცხადებით, შემდეგი მოლაპარაკებების საგანი ტრანზიტის საფასური და სხვა დეტალების შესაძლებლობა იქნება. როგორც ცნობილია, ნაბუკოს პროექტი პირველ ეტაპზე ბაქო-თბილისში ერზრუმის გასადენის გაგრძელებაზე ახალი მილსადენის მიშენებლობას, ასევე ევროპის მიმართულებით საქართველოს და თურქეთის გავლით აზერბაიჯანული და შუა აზიური გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელება სავარაუდოდ 2010 წელს დაიწყება. ნინო ბურჯანაძემ ქობულეთის და ჭიათურის საკრებულოების შემდეგ ფრაქცია შესაძლოა პარლამენტში შექმნას. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში აქტიური მსჯელობის საგანია. უმცირესობაში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. პარლამენტარი გია ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ ფრაქციის შექმნა ამ ეტაპზე გამორიცხულია. საპირისპირო პოზიცია აქვს ქრისტიან დემოკრატ ვიცე-სპიკერს ლევან ვეფხვაძეს. ვერ გეტყვით ახლა, უბრალოდ მოგეძინოთ, რომ ბურჯანაძე ამ პარლამენტში ყოველთვის პერსპექტივაში თუკი ადამიანის ბუნება როგორ არის, როგორც დაინახავება, შეხედავენ რომ სააკაშვილი ხდება, იმიტომ რომ გამიშტება ეს ფაქტი და უკვე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ვინ იქნება ისეთი, რომ ბურჟუაზიის ფრაქცია შექმნა, ან ვინმეს ან ალასანის ფრაქცია. ნუ გავუხეთქოთ ამ ადამიანებს ხუთს. ძალიან გთხოვთ. შეიძლება ზოგიერთი უკვე ცუდად არის. ჩამოთვლილი სიძე. მეც დაინდეთ ეს ადამიანები, დაინდეთ მათი ჯანმრთელობა. მე არ ამბობ ინფორმაცია, რომ აქ
ამ ფრაქცია შეიქმნეს. თუ რომელ ნაციონალს შეაწუხა პოლიტიკურ ნიადაგზე ჯანმრთელობის პრობლემებმა, გია საგარეიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა პარლამენტში ახალი ფრაქციის შესაძლო წევრები უკვე სახელდება. ბურჯენაძის ფრაქციის სიაში დეპუტატების ის ნაწილი განიხილება, ვინც თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიაში ნინო ბურჯენაძის კვოტით ჩაიწერა. მათ შორის გია როინიშვილი, გია არსენიშვილი, აკაკი ბობოხიძე, ზაზა გამცემლიძე და ვანო ხუხუნაიშვილი. მე ძალიან ასე ვთქვათ არამგზავარი იქ სადაც ვარ. ამიტომ არ მგონია რომ ეს რომ დავუშვათ აქამდე თუ გისწრებს საათ შეთავაზება და მე არა მაქვს ეს იყოს შემთხვევა. რაღაცა მოგონილია მე არავის არის კავშირი არ მაქვს ბურჯანაძესთან და მით უმეტეს მისი ესეთი პოლიტიკა ჩემს მიუღებელიც არის და სადაც ვარ მე იქ დავჭერ ყოველთვის. პარლამენტში ნინო ბურჯანაძის ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია, თუმცა ბურჯანაძის ფრაქციაში გადასულ დეპუტატებს მაინც უნდობლობას გამოუცხადებს. პარლამენტში ვერ წარმომიდგენია ვისგან და რა შემადგენლობით უნდა შეიქმნას ფრაქცია, რომელიც ოპოზიციურ ნიშას დაიკავს. ისინი ერთმანეთს ისე გვარია, რომ მხოლოდ სახელი და გვარია განსხვავებული. გამორიცხული არ არის ხა, იმიტომ რომ ყველა აწყობს სააკაშის ვიდღე რო არ დარჩენოდა, ბუნებრივია ყოველთვის მე გამორიცხული. ხუნაიშვილი რომ შეიძლება უმრავლესობას მაგას თქო ეჭვებარია. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტიაში ადასტურებენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მათი გუნდის ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა ამ ეტაპზე ბურჯანაძის პოლიტიკური გუნდის წევრები პარლამენტში ფრაქციის შექმნას არ ადასტურებენ. თავად პარტიის ლიდერი საქართველოში არ იმყოფება. ინტერესის სფეროში შევინაურებ. საქართველოს პარლამენტი არ შედის, იმიტომ რომ ჩვენ არ მიგვაჩნიებს ლეგიტიმური და საქართველოს მოსახლეობის ინტერესის გამოხატულ ორგანო. თუმცა კი ტენდენცია იმის, რომ შეიქმნას ეს ფრაქციები არის საქართველოს მასშტაბით მთლიანად. უმრავლესობის ბაზაზე ნინო ბურჯანაძის ფრაქციის შექმნას ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანიც უარყოფს, თუმცა მხოლოდ პირად საუბარში. სატელევიზიო კომენტარზე კი ზურაბ მელიქიშვილმა უარი განაცხადა. პროკურატურის თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი დააკავეს. მას პროვად სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთი წლის ბოროტად გამოყენება ეტება. პროკურატურის ინფორმაციით ლევან ორკოშნელმა 2006 წლის აპრილში კანონის მოთხოვნათა დარღვევით ხელშეკრულება გაუფორმა შპს ნესკალის კომპანიის მხრიდან. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის მიუხედავად ორკოშნელმა საჯარიმო სანქციები არ დააკისრა და მომწოდებელთან დამატებითი შეთანხმებები გააფორმა, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 122,000 ლარის ზარალი განიცადა. 2007 წლის 15 მაისში კი სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის დროს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით ლევან ორკოშნელმა უპირატესობა მიანიჭა ინდივიდუალურმა ლევან ზენაიშვილს, რომელსაც წინასწარ გადაურიცხა 150,000 ლარი. ლევან ზენაიშვილმა პირველ ეტაპზე ვერ შეასრულა ტენდერით გათვალისწინებული პირობები. ხელშეკრულების შეწყვეტის ნაცვლად ორკოშნელმა ზენაიშვილის სამუშაოების გაგრძელების საშუალება მის სარიცად ხელი შეუწყო მეწარმეს ალბი დოკუმენტების გამოყენების გზით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაში. ჩადენილი დანაშაულისთვის ლევან ზენაიშვილი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისმგებაში დიდი ოდენობით სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისთვის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ყოველივე ზემოთქმული საფუძველზე დღეს დილით ლევან ორკოშნელი დაკავებული იქნა ეჭვმიტანილის სახით სამსახურებრივი უფლებამოსილების არაერთის ბოროტად გამოყენებისთვის. სანდრო გირგვიანის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა. ეს თარიღი პოლიტიკურმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს თბილისში სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნეს. მოძრაობა 7 ნოემბერმა ავტომანქანებზე გაყრული გირგვიანის პლაკატებით შარდენის ქუჩიდან მცდელობა დღეს დილიდან დაიწყეს. მოძრაობის წევრები გირგვიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირების დასჯას ითხოვენ და სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ. სანდრო გირგვიანის კონკრეტული პიროვნებები არის ეჭვმიტანილი გურამ დონაძე, დათა ახალაია, ვასილ სანაძე, თათო სალაყაია, ოლეგ მელნიკოვი და იგივე ვანო მერაბიშვილის ვინაიდან ის და იგივე ერთწლიანად ხელისუფლება ვინაიდან 3 წლის განმავლობაში ჩვენ ვცდილობთ რომ ერთი ადამიანი, ორი ადამიანი ან სამი ადამიანი მაინც ყოფილიყო დასჯილი და ყოფილიყო გამოძიება. 28 წლის სანდრო გირგვიანის მკვლელობის მთავარ დამნაშავედ ახალი მემარჯვენეებისა და რესპუბლიკელების ალიანსის ახალგაზრდული ორგანიზაცია პირადად პრეზიდენტს ადანაშაულებს. სიჩუმეს სიცოცხლისათვის სახიფათო ამ სახელწოდების აქცია ორგანიზაციის წევრებმა დღეს პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამართეს.